გამარჯობა ყველას მოგესალმებით. მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, გვერდით დგომისთვის, ჩემს უამრავ საინტერესო და ძველ მეგობარს და სტუმარს ვხედავ, ძალიან ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით. მოკლედ მინდა მადლობები ჩემოვიფარგლო და დიდი დრო აღარ დავკარგო. მადლობა მინდა პირველ რიგში გადავუხადო ჩემს სახიონელებს, გმირებს, რომლებმაც სასწაული შრომა გასწიეს დღევანდელი დღისთვის და აბა თქვენ იცით ჩემო პატარებო. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო სტუდია სახიონის ვოკალის პედაგოგს სოფო პაიჭაძეს. მადლობა ჩემგან უდიდესი ქორეოგრაფს, მოცეკვავე ბეო ნაბახტებელს. თქვენ მათ დიდ ნამუშევარს დღეს სცენაზე ნახავთ. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ირმა მალაციძეს. ირმა მალაციძე ეს არის იმ წიგნის, ორი წიგნის ავტორი, რის მიხედვითაც ჩვენ ეს სპექტაკლი დავდგით. ქალბატონი ირმა თუ ვინმე თუ არ იცის, გახლავთ ახლახან რომ გარდაიცვალა გიორგი დახელაძე, მისი მეუღლე. უდიდესი სითბო გამოუგზავნა ბავშვებს, სიყვარული გამოუგზავნა და ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად შევხვდებით ქალბატონ ირმას. ეს არის ორი წიგნის ნაკრები და ამ ყველაფერს თავი მოუყარა, ინსცენირება გააკეთა ჩემმა საუკეთესო გულის მეგობარმა ნათია შეშაბერიძემ. ნათია, უდიდესი მადლობა იმ შრომისთვის, რაც შენ გასწია, თითოეული სიტყვისთვის, თითოეული გათენებული ღამისთვის, რაც ჩვენ მე მგონი რომ არ შეგარცხვენთ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ასევე არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო კოსტიუმების შემკერავ დეიდა ნატოს მიმართ. აქ უნდა იყოთ არა დეიდა ნატო. და უდიდესი მადლობა იმ შემოქმედებისთვის, რაც თქვენ გასწიეთ. და ბოლოს მინდა ჩემს ოჯახს გადავუხადო მართლა დიდი მადლობა, რომ ისინი არა, მე დღეს ალბათ ამ შედეგზე ვერ გავიდოდი. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ სპექტაკლი არის ორმოქმედებიანი. მაქსიმალურად შევეცადოთ სიწყალე შევინარჩუნოთ და თქვენი ტაში და ოვაციები რაც არ მოვაყოდება ბენტონი პატარებს. ზადა ხართ? Oh
არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო ერთი პატარა ქვეყანა, რომელსაც უცნაური სახელი სატკბილეთი იყო. სატკბილეთის დედაქალაქ კარამელიაში დილით ფორთოხლის კაშკაშა მზეანათებდა, ღამით კი ბანანის მთვარე. ცაზე ზეფირის ღრუბლები დაცურავდა. ქუჩები შოკოლადის ფილებით იყო მოკეცებული და სახლები მურაბის ქილებს გავდა. აქ წვიმაც კი ტკბილი მოდიოდა და სიტყვის ნაცვლად შაქარ-ყინულის ნატეხები ცვიოდა. კარამელის შუაგულში შოკოლადის ჯებირებს შორის ლიმონათის მდინარე მოედინებოდა. ქუჩებში კი ასფალტის ნაცვლად ირისი იყო ბედნიერი. გულდია და ხალისიან სატკბილეთებს ძალიან უყვარდათ მთლიანობა. მათი თავშეყრის საყვარელი ადგილი კარამელის ცენტრალურ მარციპანის მოედანზე მდებარე ქალბატონი მაფინას საკონდიტრო კოკლოზინა გახლდათ. დიახ, არ მოგესმათ. კოკლოზინა. Portochlis,
ეხება შოკოლადის სლავა ება დამაჩიტის კარამელია კარამელია თუკი სიხარული შემოერია სასწაულის დასულების მერეზგენია ათუზე ხანდამერია სასწაულის დასულების მერეზგენია ათუზე ხანდამერია ნიმონა ქრისტინა ლეხომ არის როგორც ბინული დიდარგული თიმამოდი საბუთად ვარ ჩაკაპინული მოგზაურო ყველა ერთად სადბილეთის მხარეში კარამელიაში ზეიმი იქნება ჩვენმა კომიტავსი მოიქმება ცეკვა თამაშის დრო იწყება კარამელია კარამელია ჩვენთან გათობის გარეშე ყოფნასმენია მას მინდადი სიხარულის გულდაბელია აღორძილებული წერია კარამელია კარამელია თუკი სიხარული შემოერია სასწაულის დასულების მერეზგენია ათუზე ხანდამერია ჩვენთან გათობის პრობლემია სადბილეთი ყველა ელია მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. შოკოტივი გთავაზობთ პირდაპირ ჩართვას მარციპანის მოედნიდან. ეთერშია ყველაზე თბილი სიუჟეტი ქალბატონი მაფინას საკონდიტროდან. ქალბატონებო და ბატონებო, გაიგივეთ ფოტოები შოკოტივის არქივისთვის. ქალბატონი მაფინა. როგორც ყოველთვის თქვენ საკონდიტროსთან კვლავ თვალწვდენელი რიგია. რაც გეტყვით ამის შესახებ? ძვირფასებო, ჩემს საკონდიტროს 3 ფუნტუშა წოდება აქვს. მოგეხსენებათ ნებისმიერი საკონდიტრო თუ საცხობი ეთნებები და ასე პრესტიჟულ ჯილდოზე. ჩემთვის მთავარია ხარისხი. ხარისხი და კიდევ ერთხელ ხარისხი. დეიდა მაფინას ჯადოსნური ხელები. და ის საიდუმლო ინგრედიენტი, რაც ასე აგემრიელებს მის კბილეულს. დეიდა მაფინას პირაოდი შტადოქარია. კეთილი ფარია. ჯერ ვერ ამისედლო გათანაბრებოდა კოკოზინას წოდებას. დეიდა მაფინას საკონდიტროსთან მუდამ უგზესრიგა. ანუ ეს ისედაც ცხადია, ქალბატონო მაფინა იქნებ განვიხილოთ რაშია თქვენი წარმატების საიდუმლო. აი, როგორ გამოგდით ასეთი გემრიელი მაფინები? არა, არავითარი საიდუმლო არ არსებობს. ჩემი შეგირდები უბრალოდ ზედმეტად მაქებენ. მე მაფინებს სიყვარულით ვაცხობ. ეს არის და ეს. არა ქალბატონო შრობენ. ლოლიპოპ დაწნადით. ყველას რაოდენობა მე ხომ მზები? ვიცი. ჟურნალისტებო, მაპატიეთ, მაგრამ მე უნდა დაგტოვოთ. მაგრამ მე ხომ თბილეული და ორცხობილები დამეწება. თბილები დამწვარით კი გემრიელია. მაფინა სულ ცოტა ხანი შეგაფონეთ რა. კარგი, დამიყოლეთ. ამას ვერ გამოტოვებთ. დღეს ჩვენს გადაცემაში შედგება სიმღერის პრემიერა. დიახ, პრემიერა სიმღერისა დეიდა მაფინას მაფინები. მოკალათით ტელეეკრანებთან. Thank you.
სატბილეთის სახელგანთქმული მეაფთიაქე ბატონი ალთაუსია. ნამდვილად არის. მუცელი მკივა. მკივა და მახვალებს აი. აუ მე კიდე თავი მკივა. მე კიდე კუჭი მიბუხე. კუჭი კი არა მუცელი. პატარაუნარებო, როგორც ხედავ, ახლა შემინაკლდის იტიდი თუ მიშველის. აი შენ ბანანგიდი, თქვენთვის კი ვაფლიც. ფიტინი და ბავტადინი მაქვს. ციტინია. ბატონო ალთეუს, იქნებ პატარა, სულ პატარა ინტერვიუ მოგცეთ. ვერა, მაგრამ აი შევსკაფსებს და პრეზიდენტი საბაში. საღმილობას მოგიხსნით და გამოგლობით საკიმახლეთ. იქნებ სუფლეცინის საიდუმლო მაინც გითხრა. ამ ცალია გერაც ვარ, რა არის საკმაოდ. როგორ შეგიძლიათ ინტერვიუ მოცემნეთ ბატონ როგორ და მისი საყვარელი სიმღერა უნდა წაიმღეროთ შეცდომით. ბატონი ალთეუსი ძალიან გაფრაზდება და მაშინე თავის ვარიანტს შემოგთავაზ. როგორ და ხომ გითხარით მისი საყვარელი სიმღერა უნდა წაიმღეროთ შეცდომით. კი, მაგრამ რა სიმღერაა ასეთი? და შენ სიმღერა არ ვიცით? აბა ერთი სოლომეო თქვენზეა. რა ექსკლუზიური ინტერვიუს მოსაპოვებლად ხარტია საჭირო. აბა თქვენ იცით ჟურნალისტებო. რაღაცა მაჟორში. მე ვარ ექიმი ალთეუს მეძახია ჩემს აფთიაქში ვიმეტავლებს ეს ვაფლისი გემრიელია მოწევ ბანანგიდის გაჟეს და აბეს მოდი შეცავ მოდით მალე მე მოგარჩევ მოწევ სამეს რომ იცოდეთ რაზამებია ბანანგიდის აბერია ამას არ გამოვიდა. ისი ეკადე. Thank you.
ცეკვის თავისებური სტილითაა ცნობილი. ის მსოფლიომ გაიცნო, როგორც გამომგონებელი და ავტორი ურთულესი სამმაგი ბრუნისა. უწოდებს სამმაგი ხვალი. ბრავო! სამმაგი დიდი უცნაური გამოგონებელი. შოყოთელი ჟურნალისტებო. ყვითელ პრესაში გაჟინა, რომ ბატონი კადრილი წარმოშობით საქართველოდანაა. რა არის კერძოდ გურიდან გახლავთ? არა, მე თუ მაგისებს მაქვს რომ არის მასში რაღაც ქართული თანადგურის. იმ ფერიკაფეში უნდა შევკეროთ, რომ სულ უნდა ტრიალობდეს და ტრიალობდეს. გასაგებია. კაი, გოგო. როგორ მოგწონთ ჩვენი რა სიტყვით საპილეთელ ხალხზე? C'est parfait. ხალხი არის parfait. ხალხი არის კარგი. Vicine Gogo. Ikani Nadia. Jen. Da Tepote. Zogi Batmani. Zogi Boga. Mahoke. Zogi I. Bogosti Mahoke. Sarabasti. C'est à porte. 2, 3, 3 points. Rotation. რაოდენს ცეკვაში მთავარია ჩემი სამმაგი ბრუნი და სამმაგი ტრიალინო. Si. Ჩემი სამმაგი. ეიცი. ჩემი სამმაგი ბრუნი და სამმაგი ტრიალინო. დაიანგა გასვა. დაიანგა. მე დაიმებიულო. Deida Mafini. Yeiti! Gogo! Deida Mafini. Veni Mafini. Uzai. Isetibe Hairos. Isetibe Msutu. Da isetibe Taki. Gogo. Mafini. Comandos! რაოდენს ცეკვავს ყველაო. Gate da ai denti. Ai padara Gogo are scena caccia. Gogo. Ai aqui. Ai, sindam ci visualizujemy moratkę skisa. Ai, da dzieci. I zakład belaj. Ciem kanenta. I de 3. Música!
აი ამ მომდა წერტი და დევის. ბატონო კაცი. იგი წეწანა ხმარა. როგორ არ შემიძლია ვერ ხედავ? შემიძლია კი. რაში? მე გოგონეს სადღაც გასწავლ, ერთი სასწავლო ნომერი გვაქვს. ხოდა თქვენი არასწორები ჩასწავლეთ გოგონა ცეკრით გაბილავაზალში. კიდა მახია. ხოლო თქვენი ხათრისა დაბგან ერთი. Era quando eu vejo tudo mais dramático. E aqui da gol. Não ia chegar aqui e te ver. Achei era de devagar, que levar. Sinal que ela botou aí, né, aqui. Quem? Şimdi kadar sekurames. Gadi jandamas. Ektekwas. Queni hatri serapet. Qui daugam. Música.
ნიკო და ბზული. პრინცესა რაფაელა, იქნებ გამომიხილოთ, რამდენ მაფინს მიიქნევთ ხოლმე დილაობით? პრინცული ნობიო, თქვენ რომ მოტყერაულს ანიჭებთ უპირატესობას. მაპატივით ხალბატონებო, მაგრამ მინდა შეგავთვალოთ. ეს სამეფო ოჯახის წევრები ბავშვების წერილებს უნდა გაეცნო. დიახ. როგორც ხედავთ, სამეფო კარის წარმომადგენლები მუდმივად თავის მოსახლეობას ეხმარებიან. ჩვენი ცხადაგჩენია ხელი არ შევუშალოთ. თქვენ კი ნუ გადაგთავთ ტელევიზორებს. შოკოტივის სულმელეთ ხელი ამბებით დაგიბრუნებათ. პრინცო, დაგიხოთ. როგორც ვთქვით, ეს ბავშვების წერილებს უნდა გაეცნო. მაგას რა დამავიწყეს პრინცესა? მაგას ნუ გამახსენებ პრინცო. რა ჩქარა გადის დრო? არა უშავს გოგონებო, ჩვენს ძველ დროს ვიხსენებთ. პრინცო? ბატონო სუსკიო, ხენას ასე. მე მეგონა მეზო. არა, თქვენ ძალიან გაგობრალეთ და სასურველი სტუმარი აღარ ხართ. ხომ მართალია? დიახ. ნუ სასურველი სტუმარი. სუს! შეიძლება კარგი ხოლო სულ მოგოლებებს გვახსენებ. აი, ის ხოლმე იმედი შემდგა. გაგაც Just
პრინცესა რაფაელა და ძვირფასო პრინცო ლინოვიო. ჩვენ სატკბილეთელი ბავშვები ბედნიერად ცხოვრობთ, მაგრამ საბავშვო მოედნების გარდა ვერ სადვერთობით. სკვერებსა და ბაღებში აგებულია შოკოლადის აუზები. მაგრამ იმათგან აღარაფერი დარჩა. დიდი ხანია შევჭამეთ. ახლა რაღა გვეშველება? ძვირფასო რაფაელა. წერილს გიგზავნი მეილზე რაფაელა ძახლუკას სატკბილეთი წერტილი G. და ასევე ხელნაწერს ვატან ბატონ ახუხს. შენი დეიდა მაფინა. მაგრამ ჯერ ნახოთ სადმე ჯაშუშები არის. მეგობრებო, თქვენი დახმარება გჭირდება. თქვენ
ეთერშია Keksi TV. Yeah, Keksi TV. დედამიწიდან ათეულობით კილომეტრის დაშორებით პატარა პლანეტა Keksi მდებარეობს, რომელსაც Keksi-ის ფორმა აქვს. პლანეტა Keksi ნაირ-ნაირი ჩირები ბინადრობენ და რაც საფრთხეა თავის მმართველიც გაქვთ. ყველაზე დიდი Pasha, Mokep Kashaja, Dedopali, Hurmi, Na. Hurmi. Auto თვითონ ჩირი თუ იყო ლოყები როგორ გაუკაშკაშებდა. მაგრამ საქმეც ეგა. დედოფალს ერთადერთი საფრთხელი ჰქონდა. არ დაბერებული და არ დამჭკნარი. ამისთვის კი საგრეგებო კანონი გაქვს.
ყველა ბინა და სავალდებულებთან ხარკიდან. საწყალი ჩირები უკანასკნელ სიტყვას გასცემდნენ. კარის მზარეულები ამ ტკბილი წველით ცხელ-ცხელ კისელს უმზადებდნენ დედოფალს. თვითონ კი დიეტურ ექსიკოლას სვამდნენ. შიმშილით რომ არ დახოცებიდნენ. დროებით დაგემშვიდობებით. თვალი ადრე ექსის პლანეტის.
დღეს სატყბილეთში ქალაქი შოპონამდე უნდა გახსოვდეს და წარმოუდგენელს კი არავის ჰქონდა, რომ სულ მალე დიდი განსაცდელი დაამტკბებოდათ თავს. დროებით დაგემშვიდობებით. თვალი არ ემოდგეს ის პლანეტას. ყველა არა ხო გეუბნები, სულ კერებს, ბავშვის, პოლკის, ამაჟურკის კოსტიუმები. აბა, რა გენაცვალე რა მოჭრა მანდამაცა შოკოლადის ბავშვის წინაღამის. Egala
Oi, bagnebi მოსულარიე
ბაგნები მოიტაკენი დაჭიქი ყველარი. ხოჩა, აბა ბაღანა მითხარი, რაფერ მოგწონს დღევანდელი ზეიმი? ჩვენ კარამელიელი ბოხები. ვახსენოთ, მინიატურის ქარხანაში მუშაობაზე. თუნდაც შემფუთავად. აი, შენ. ატა მავიცდები. მე აუცილებლად კომპიუტერი უნდა გამოვიდე. შენ რა გინდა, გოგო? მე კიდე ჟერიბონების ოსტატი მინდა გამოვიდე. მე კიდევ ჯემიანი კამფეტების დედოფლობა მინდა. ამ წუთში მოვა. მე შოკოლადის შოკოლად წოდნობა უნდა. მაღაზიის ვიტრინში სულ შოკოლადის ფლევით უნდა გავაფორმოთ ხოლმე. გესმე. ყინულის მამალები და ბამბის ნაყენ არ დაივიწყოთ. მე ნამდვილად შევძლებ მას დამზადება. ძალიან კაი და ახოხი სად არის ლემდა? და სად არის კრატელი? ბაგრატელი არ არის. გამომარჯვე გოგოანი. დარიზა. პირდაპირ ეთერში უყურებთ შოკოლადის გახსნის ცერემონიას. ალბათ დამეთან
თანახმებით პრინცმა და პრინცესამ საოცრად შეასრულეს თავიანთი სიმღერა. ყურადღება, ამას ვერ გამოვტოვებთ. გაიგიმეთ ძვირფასებო. ფოტოები შოკოტების არქივისთვის. აქედან თორემ სატელევიზიო წესრიგის გაყვევისათვის დაგაპატიმრებთ. ახო, სულ წესრიგს როგორ უნდა არღვევდნენ ეს მთვრალი ალუბლები. Well, I'm a
დავინახე. ახალ განგაში სიგნალი ჩართო. ხარა! სულ რამდენიმე წუთის წინ საჭმელაში ჩემო წუნებელი ამბავი მოხდა. უცხობლად და გაურბეველი მიმართულებით გაიტაცა შენ თანამებობულად. როგორც ხედავთ, ბავშვები ყველაზე მეტად განიცდიან ამ ამბავს. ამიტომ გთავაზობთ მათთან ინტერვიუს. ბავშვი, რა სიტყვა გქონდას? აღარ მოეგინება ლიმონადის მდინარე. და მოფინეს ჯუჯა. ბატონი აკაუდის მაგნიტინი გამოდი. შოკოლადი შევირების ფილისუნელი ჩართო. საზე ზეპირის გუბელი წიგაია. შოკოლადი უცნაური მოწყენილობა. ნეტა შაქრის კბილი წვიმაცმო. როგორც ხედავთ, ჩვენს მხიარულ სატკბილეთს უმძიმესი დღეები დაუდგა. ჩვენი მშვიდობის მოყვარე ქვეყანა ახლა მოსალოდნელი ომისთვის ემზადება. გატაცებული მოქალაქეების ბედი კი ამ დროინდე უცნობია. ჩვენკანამდე ომის მიზეზთან მიზეზი შეგატყობინოთ, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ქალბატონი მაფინას კბილი მაფინები და ალუბლების მომჟავი წონი. დიახ. ჩვენ ახლა როგორც ვატყობინებენ, ორივე მხარის წარმომადგენელი გვიერთდება პირდაპირ ეთერში. ამ ორივესთან გთავაზობთ ინტერვიუს. ექსის პლანეტის მთავარ სარგალი ბატონი შინგისხანი. სატკბილეთის პლანეტის საჰაერო ძალების გენერალი ბატონი ნიგო. ბატონი, რას გეკითხო ხარ შესაძლებელი? დაზავებას ხომ არ განოდოთ?
დიახ, დღეს კექსის პლანეტამ სატკბილეთის პლანეტას ბრძოლა გამოუცხადა. გადახომალდებიდან ერთმანეთის მიყოლებით გადმოდის მტერი, ჩირების არმია და ფინიკის ოცეულები. მაგრამ არც ჩვენ ვართ გულხალდაკრებულნი. მობილიზებულია საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალები. თავარსაზალ არმინ გაგვიგოსის ხელმძღვანელობით. სატკბილეთის გვერდით იბრძვის სამყარეთის სამეფოც. ხელმწიფე ბზულა და მისი განუყრელი მეგობარი ნიკოს ხელმძღვანელობით. პატივცემულო ბზულო, ბატონო ნიკო, მას გვეტყვით მომხდარს. გამოსავალი უნდა მოვწეროთ. რაღაც უნდა მოვწეროთ. საჭირო. ჩვენ უკვე ყველაფერი მოვიფიქრეთ. დიახ, მე და თავბატონმა მაფინა, სასწაულმოქმედი მაფინების შექმნით. დიახ, ჩემი მაფინების სიყვარულის რეცეპტს ბატონი ალფეუსის სიტყვას წვეთები და მონანიების მიქსტურა შეგული. მეცნოდეთ, არ ვეცედით გავცხარ მაფინის ხუბარებს. რა ვითარზავე ახუდგე და წინ. აი, ელექსირის საიდუმლოება სწორედ ის გახლავთ, რომ ვინც კი მას გასინჯავს, მაშინვე განსაკუთრებულ ვინც ყველაზე ბოლოდი და სასტიკი ადამიანის კი კეთილშობილ არსებად იქცევა. ეს რა საოცარი რა მოგიფიქრებია. მადლობა დეიდა მაფინა. ახლა როგორ მოვიქცე? ლოლიპოპს ეკიდე და საქმე.
დიახ, გავუხსნათ ცეცხლი. ოღონდ მაფინების. ყურადღება, ამას ვერ გამოვტოვებ. გაიგეთ ძირფასებო. ფოტოები შოკოლადის არქივისთვის. თუ შეიძლება გვითხრით, რატომ დაგვესხით თავი? როგორ მოგეწონათ ქალბატონი მაფინეს მაფინე? მე მაპატიე, სიხარბენ დამაღნავა. მინდა მთელი ცხოვრება საფშობილე ქალთანაში გავატაროთ. ბავშვებისთვის კონფეტები ვამზადო. მე დავიწყებ ძალიან მწველია. ვერ წარმომიდგენია, როგორ მომივიდა
ამ საოცარი დღის შემდეგ სათბილეთში კვლავ გაგრძელდა მშვიდობიანი ცხოვრება. კარამელიის გადარჩენისა და მტერთან გამოჩენილი სიმამაცისათვის მედლებით დაჯილდოვდა სათბილეთის ყველა მცხოვრები. მოკლედ, ჩვენს მხიარულ სათბილეთს ძველებური განწყობები ხალისი დაუბრუნდა. აქ ისევ მოედინება მომონათის მდინარე, ცაზე ისევ კაშკაშობს ფორფოხლის კაშკაშა მზე. ციდან ისევ ცვივა შაქარყინული და ტკბილი წვიმაც ისევ მოდის. თუ არ იჯერებთ, თავად გაიგზავნოთ და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახეთ. შოყოტივი წყვეტს პირდაპირ ეთერში მუშაობას. მომავალ შეხვედრას. ნახვამდის. მე როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტი, ნამდვილი ქართველი, გადაწყვიტე რომ სათბილეთის გახსნის ზეიმისთვის დადგა ცეკვა, მაგრამ ნაციონალური. და მეთანხმებით ზეიმი რა ზეიმია, სადაც ნაციონალური ცეკვა არ იქნება. მეთანხმებით. მაშასე მუსიე კადრილის გოგოები შემოგთავაზებენ ქართულ ნაციონალურ ცეკვას.
ანანო მაღრაძე, ნინა ბექაური, ასო ნაჭყებია, კატო ჩტაძე, პესო არუთინაშვილი, ელენე ენუქიძე, ანა ბერუაშვილი, ექსის პლანეტის წარმომადგენლები, ჟიგისხანი, ადრინა მამაგეჩვილი, თემურ ლეღვი, ტატო გრადიაშვილი, არვიცენა, მაქსიმე ლომსაძე, დიეტოლოგი, ლეა ლომსაძე, ნაოჭა, ნანუკა მეტრეველი, დედოფალი ხურმა, ელენე ნაბახტეველი, სატკბილეთელები, პრინცი და პრინცესა, ლუკა ფხაკაძე და მედეა ჯანიაშვილი, ნიგო დემეტრე მამაგეიშვილი, ზუილა რეზოპლიაძე, ბარდია თამარ გაგეიძე, მაქსია მარიამ სვანიძე, ბრალი ალუბლები, გიო და დათი ნიკულაძეები, სისხლია ალექსი ჩაჩანიძე, ალთეუსი დავით სვანიძე, არვიტა გუჭოსი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვირისტე თავის მეგობრებთან ერთად, ვირისტე ბარბარე ცხადაძე, იკა თაია ბოლღაშვილი, ელა ანა თათულაშვილი, ბეყა ბარბარე ბურდული, შეგიტები ლიძი ბურდენიძე, მარიამ ბერუაშვილი, ანა ცუცქირიძე, მარიამ ხონელიძე, ლოლიპოპი, მართა რაქვიაშვილი, სალომე ბარბაკაძე, სახიონის მოცეკვავეები, მარიამ მორალიშვილი, ელენე გვალი, მარიამ პოპურია, სეუს თეატრალური დასის მსახიობები, ახ ოხი, მიშა სერხანიანი, დეიდა მაფინა და მისი განუყრელი შეგირდი ანა მარია სამადაშვილი, მუსიე კადრილი, ლევან ჩერქეზია, დამხვატები